ჩემო თანამემამულენო, ჩემო დედებო და მამებო, ბებიებო და ბაბუებო, ჩემო შვილებო, ჩემო დებო და ძმებო, საქართველოს საუკეთესო შვილნო, თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორი ამაყი ვარ, როგორი წელში გამართული, იმითი რომ დღეს აქ ხედავთ. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორ მიყვარხართ და როგორ მეყვარებით ყოველთვის. მე არ მოსულვარ პოლიტიკაში იმისათვის, რომ რამე თანამდებობები დამეკავებია შენობაში. მე არ მოვცვალე პოლიტიკაში იმისათვის, რომ წავსულიყავი და თუნდაც ოფიციალურ სამიტებზე მელო, პრეზიდენტებისთვის ხელი ჩამომერთვია, სურათები გადამეღო, რაიმე პრივილეგია მიიღო. მე მოვედი პოლიტიკაში, იმიტომ რომ მიყვარხართ თქვენ, იმიტომ რომ მინდა თქვენთან ყოფნა, იმიტომ რომ თქვენ მომიყვანეთ, იმიტომ რომ თქვენთან ერთად ვიქნებით, თქვენთან ერთად ვიმჯობებთ, თქვენთან ერთად გავიმარჯვებთ და თქვენთვის მოვხდებით, სიცოცხლის ბოლომდე ვიცხოვრებთ მხოლოდ თქვენთვის. და მე მინდა მეგობრებო გითხრათ, დადგა მომენტი, როდესაც ჩვენ მოვდივართ აქ პრობლემების გარდა, იმათ ხალხისთვის, ვინც მოვიდა, არაფერი არ არის. მაგრამ ბოლო 7 თვე ჩვენ გაპატიმრებდნენ, თქვენ დაკითხვებზე დაგათრევდნენ, თქვენ ხელებს გიგრიხავდნენ, თქვენ სამსახურებიდან გაგდებდნენ, თქვენ გაშინებდნენ, თქვენ გამცირებდნენ, თქვენ კუთხეში გამწყობდნენ და აი მაინც მოხვედით, მაინც დადაკით, მაინც ბევრი ვარ, მაინც ერთიანები ვარ. იმიტომ რომ არის ერთი რამ, რაც სამწუხაროდ დღეს ბევრს არ ესმის. ყველაფერი მილიარდებით არ იყიდება, ყველაფერი ფულზე არ იცვლება, ყველა ადამიანი არ შინდება, იმიტომ რომ ჩვენ აქ არ მოსულვართ სკამებისთვის საბრძოლოდ, ჩვენ აქ არ მოსულვართ პრივილეგიებისთვის, ჯიპებისთვის, ბიზნესისთვის, ყაზახეთის ტვირთებისთვის და მილიონერების გავხდომისთვის. ჩვენ მოვედით ერთადერთი რამის დასაცავად, თუნდაც პრობლემებით, თუნდაც დაშინებებით, ჩვენი ღირსების და ჩვენი სამშობლოსი და ეს არის მთავარი ბრძოლა, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ. და მინდა გითხრათ, თუ კი რამე ღირდა ცხოვრება, თუ კი რამე ღირდა ბოლო წების ბრძოლა, ღირდა თუნდაც იმისათვის, რომ დღეს აქ შევკრებილიყავით, თუნდაც იმისათვის, რომ გვეთქვა, რომ საქართველოში არსებობს ხალხი, ვინც არ იყიდება, ვისაც უყვარს საქართველო, ჩვენ არ ვიყიდებით, ჩვენ საქართველო არ გაგვიყიდავს, ჩვენ ჩვენი ბრძოლაზე ხელი არ ჩამოგუშვია. მე ვერ ვხედავ აქ გაბრაზებულ ხალხს. ჩვენ აქ მოვედით სიყვარულით, იმიტომ რომ ჩვენ აღშენებლობის ხალხი ვართ, ყველა თაობის. ჩვენ ადრე ამ მთავრობას ძალიან გაუღიმა ბედმა, მემაც მინდა მიმართო. იმიტომ რომ ჩვენ როცა ვიყავით მთავრობაში, ჩვენ ყავდა ძალიან ბრაზიანი ოპოზიცია. ჩვენ ვიყავით იმედიანი მთავრობა და ჩვენ ყავდა ბრაზიანი ოპოზიცია. ახლა ვართ იმედიანი ოპოზიცია და რატომღაც ვივიღეთ ბრაზიანი მთავრობა. და მე მინდა უთხრა მათ, მე მინდა რომ ერთმანეთს გაუწოდოთ ხელი, შევხედეთ ჩვენ თუ ვართ იმედიანად ამდენი ბრძოლის, ამდენი დამცირების შემდეგ, თქვენც იყავით იმედიანად, ყველანი ვიყოთ იმედიანად, საქართველოს იყოს იმედიანი ოპოზიცია და იმედიანი მთავრობა, იმედიანი ხალხი, იმედიანი საზოგადოება. მე მინდა უთხრა მთავრობას, დღევანდელი დღე არის გამოღვიძების დღე მათთვისაც. ეს ლოზუნგები, რომ ნაციონალურ მოძრაობას
გაასამართლებენ, დაიჭერენ, გაანადგურებენ, მარტიმაროლებს აშლიან. მინდა მოუძრაობთ, რა თქმა უნდა, რამდენიმე დეპუტატი იყიდეს. რა თქმა უნდა, ვიღაც საკრებულოები დააშინეს და იყიდეს. რა თქმა უნდა, ვიღაცები გადაიბირეს, მაგრამ ეს ხალხი არ იყიდება. ეს საზოგადოება არ იყიდება. საქართველოში საზოგადოება თავარი და არა ცალკეული მოღალატეები და ძვირფრები ვის გაიქცა. ამიტომ მე მინდა უთხრა მათ, ჩვენ რა თქმა უნდა დაგიდგებით ყველა კარგ საქმეში. ჩვენ გვინდა რომ თქვენ გააკეთოთ კარგი საქმე. თქვენ ძალიან გაგიღიმათ ბედმა. მარტო იმიტომ კი არა რომ ჩვენ დაგიტოვეთ ძალიან მაგარი შენობები, სადაც თქვენ ზიხართ. მაგარი კომფორტული კაბინეტები, მაგარი პოლიციის სამსახურები, მაგარი ინფრასტრუქტურა, მაგარი გზები, მილიარდობით ლარი, მათ შორის იმ პროგრამებისთვის, რომელსაც თქვენ ახლა ახორციელებთ. თავარი თქვენი ბედი არის იმაში, რომ როდესაც ჩვენი თავრობა იყო, ჩვენი ოპოზიცია იდგა მოღალატეობის პოზიციაზე. ჩვენი ოპოზიცია იღვიძებდა დილას იმითი, თუ როგორ მიყიდოდა მტერს, როგორ წასულიყო კრემლში, როგორ ჩაებარები აღლუმი პუტინთან ერთად. და თქვენ ყავთ ოპოზიცია, რომელსაც უყვარს ქვეყანა. ამიტომ ვინაიდან დღეს თქვენ ყავთ ოპოზიცია, ვისაც უყვარს ქვეყანა, ვინც დილას იღვიძებს და აღამებს იმით ფიქრით, როგორ გადაარჩინოს ქვეყანა, ჩვენ არ მოგცემთ თქვენ საშუალებას, თქვენ უღალატოთ ქვეყანას, თქვენ გაუდგეთ ქვეყანას, თქვენ ჩააბაროთ ქვეყანას ქვეყნის წერს. ჩემო მეგობრებო, მე მინდა უთხრა ყველა მათგანს. ყველანაირი მცდელობა ამ დღის შემდეგ, რომ საქართველოს ჩვენ გავიგეთ განცხადება იმის შესახებ, რომ თავრობამ თქვა, ჩვენი ოპოზიცია უნდა იყოს ნინო ბურჯანაძე, ვინც პუტინის მეგობარი. იმიტომ რომ ხალხს ქონდეს მომავალში არჩეული სუდსა და უარეს შორის. ან კრემლის მეგობარი ბურჯანაძე, ან კრემლის ნახევრად მეგობარი თავრობა. მე მინდა ყველას უთხრა, ამ არჩევანს გააკეთებს არა ბურჯანაძესა და მოღალატეებსა ნახევრად მოღალატეებს შორის. არამედ საქართველოს პატრიოტებსა და კიდევ უფრო მეტ პატრიოტებს შორის, საქართველოს მოყვარულებსა და კიდევ უფრო მეტ მოყვარულებს შორის, საქართველოს მებრძოლებს და კიდევ უფრო მაგარ მებრძოლებს შორის. ჩვენ ამ მოედანზე ვიდექით მრავალი თვის 4 წლის წინ, 4 წლინახევრის წინ ვიღაცებს ეს ტაშფანდურად მოეჩვენა. იმ ხალხს, ვინც მაშინ ხრელებში დაიმალა. მაგრამ მე მინდა უთხრა, საქართველოს იდეა ეს დიდი იდეა ძალიან. საქართველოს შედგება ძალიან ბევრი პატარა ღირსეული ამაყის სოფლისგან და ბევრი თქვენგანის წარმომადგენელი აქაც ჩამოვიდა. მაგრამ საქართველოს არ არის პატარა სოფელი, საქართველოს არის ძალიან დიდი ქვეყანა. და მე მინდა უთხრა ყველას, საქართველოს არის ეს დიდი ქალაქი, რომელსაც სიამაყით შესკერის წელი მსოფლიო. საქართველოს არის პირველი ქვეყანა, რომელმაც მოახერხა ვარდების რევოლუციის ხლიანად ახალი ხალხის ხელისუფლების დამყარება პოსტსაბჭოთა სივრცეზე. ჩვენ მოგვაძა უკრაინა, ჩვენ მოგვაძეს შუა აზიის ქვეყნებმა, ჩვენ მოგვაძეს ბალტიის ქვეყნებმა, ჩვენ მოგვაძეს ახლო აღმოსავლეთში, ყველა შენატროდა საქართველოს. და ჩვენ ვიყავით პირველი ქვეყანა ამაში. ჩვენ ვიყავით პირველი ქვეყანა, რომელიც შევიდა სოფლიოს არაკორუმპირებულ და წარმატებული ქვეყნების ათეულში. ჩვენ ვიყავით პირველი ქვეყანა, რომელმაც შეძლო დანაშაულის დამარცხება და ორგანიზებული დანაშაულის დამარცხება. ჩვენ ვიყავით ქვეყანა, რომელსაც შენატროდნენ და დღესაც შენატრიან. და მინდა გითხრათ შემდეგი რამ, ჩვენ არ ვიქნებით პირველი ქვეყანა ისტორიაში, რომელიც გაასამართლებს იმ ხალხს, ვინც დაიცვა და ვინც ბრძოლის მდგომარეობაში იმყოფება ახლა ქვეყნის დამპყრობლებთანაც. როდესაც ჩვენი მტერი გვეუბნება, თქვენ გაქვთ არჩევანი არა იმაზე, მოგცემთ უკან თუ არა აფხაზეთს და ცხინვალს, სამაჩაბლოს. თქვენი არჩევანი არის ძალიან მარტივი. თქვენ გაქვთ არჩევანი უღირსობას შორის და დანარჩენი ქვეყნის ოკუპაციას შორის. თუ არა იღებთ ხელს ღირსებაზე,
ჩვენ მოვალთ და დანარჩენ ქვეყანასაც დავიპყრობთ. თუ ჩვენ ავირჩენთ უღირსობას, ჩვენ მივიღებთ სრულ ოკუპაციას. თუ ჩვენ დავდგებით ღირსებაზე, ჩვენ გავანთავისუფლებთ ქვეყანას. ეს უნდა კარგად გვახსოვდეს. ამიტომ ჩემო მეგობრებო, მინდა ყველას უთხრა და მინდა მათაც უთხრა. ჩვენი ბრძოლა ძალიან გრძელი და ზოგიერთში შეიძლება დამღლელიც იყოს, მაგრამ ამ ბრძოლისთვის ღირს ყოველი წუთი ცხოვრება. ჩვენ არავის წრები არა ვართ, მით უმეტეს ერთმანეთის. მით უმეტეს იმისა, ვისაც საქართველოს კარგი რამ უნდა. არ არსებობს პარტიული საზღვრები. მე მიხარია, რომ საქართველოში არის კმედითი ოპოზიცია, მაგრამ მე როგორც პრეზიდენტს, ამ ქვეყნის პატრიოტს, ისევე როგორც თითოეულ თქვენგანს, მათ შორის პარტიის წევრებს, უნდათ რომ საქართველოში იყოს კმედითი მთავრობა. უნდა რომ საქართველოში იყოს კონსტრუქციული მთავრობა. უნდა რომ საქართველოში იყოს ხალხზე მომსახურე მთავრობა. იმისათვის, იმიტომ რომ საქართველო ყველას ერთი გვაქვს. ეს არის ძალიან მაგარი ქვეყანა, ძალიან განსაკუთრებული ქვეყანა. ასაშენებელი კიდევ უამრავი გვაქვს. ჩვენ ბევრი ავაშერეთ, მაგრამ 100-ჯერ მეტია ასაშენებელი. ჩვენ ბევრი გამოვასწორეთ, 1000-ჯერ ბევრია გამოსასწორებელი. ჩვენ ბევრი გეგმები ქონდა და მათ შეასრულონ ეს გეგმები. ჩვენ უნდა დავბრუნდეთ ჩვენ ოჯახში, ევროპულ ოჯახში. საქართველო უძველესი ევროპელები არიან. ჩვენ საბჭოთა ერი არა ვართ. ჩვენ ვართ უძველესი ევროპული ერი. ამიტომ ჩემო მეგობრებო, ჩემო ძვირფასებო, დღეს ყველასთვის იყო დიდი გამოცდა. ეს იყო გამოცდა იმისა, რომ საქართველოში შესაძლებელია კი არ თუ არა რომ საქართველო გაწყვეს ხერხემალში. ვლადიმერ პუტინმა, როდესაც მან 4.5 წლის წინ ვერ აიღო თბილისი, იმიტომ რომ ჩვენ დავდექით აქ, იმიტომ რომ ჩვენ ჩავკიდეთ ერთმანეთს ხელში. იმიტომ რომ ჩვენი მეგობრები ჩამოვიდნენ აქ ჩვენ დასახმარებლად. აგუტინი კი არ ჩამოსულა, ჩამოვიდა პრეზიდენტი კაჩინსკი, პრეზიდენტი იუშენკო, პრეზიდენტი სარკოზი, ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი. და დღეს უღირსობა, როდესაც იმ ადამიანმა, რომელმაც მოხდა ის საჰაერო დაცვის სისტემები, რომლითაც ჩვენ ჩამოვყარეთ პირველად ისტორიაში 12 რუსული თვითმფრინავი. ჩვენ ვიყავით პირველი ქვეყანა, რომელიც რუსეთმა ცრიად ვერ დაიპყრო სრულმასშტაბური ინტერვენციის შედეგად. ამ ქვეყნის პრეზიდენტ იუშენკოს საქართველოს მთავრობამ გუშინ გაუგზავნა საპნის ანგარიში და შამპუნის ანგარიში, რომელიც მას ემართოა თუმე ქართველი ხალხი. ასეთი საქართველო გვინდა, სადაც მეგობრებს ასე ხვდებიან? ჩვენ ონიშენკოს ბოდიშებს უნდა უხდიდეთ. ევროპას დედას უნდა ვაგინებდეთ და იუშენკოს აბანოს ანგარიშს უნდა უგზავნიდეთ. ასეთ საქართველო გვინდა, რომელიმე ჩვენგანს. ამიტომ რო არ გვინდა, ეს დღეს ძალიან კარგად გამოჩნდა ამ პროსპექტზე. სადაც გავიხედავ და ჯერ მე ახლო მხედველი არა ვარ. ზოგიერთები თქვენ კიდევაც რომ საკმაოდ შორსხედველიც ვარ და შეიძლება შორსჭრეტელიც ვიღაცამ ესე თქვა. სადაც გავიხედავ მარჯვნივ და მარცხნივ არის ძალიან ბევრი ხალხი და მე ვთხოვ მთავრობას, ამას ნუ განიხილავთ როგორ თქვენ ტრაგედიას. ეს არის თქვენი გამარჯვებაც, ჩვენი გამარჯვებაც, საერთო გამარჯვებაც. აღმოჩნდა რომ ჩვენ ხალხს აქვს ღირსება, ბრძოლის უნარი, ჟირი და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. და მინდა გითხრათ, საბოლოოდ, ჩვენ აქ არის მოსული ძალიან ბევრი ადამიანი. სხვადასხვა ასაკის, სხვადასხვა თაობის. მეც აღარა ვარ უკვე პატარა. ამას აკის მე ვიყავი პირველად როცა დავარბოდით აქ მიტინგებზე. მე, გიგი, ბოცო, ბევრი სხვა ადამიანი, ვინც აქ იყო და ვინც იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. უბრალო მომიტინგეებად. ჩვენ აქ მოვედით, როცა ბევრად უკეთესად გამოვიყურებოდით 10 წლის წინ, როდესაც ვარდების რევოლუციას ერთად ვაკეთებდით. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს ნორმალური პროცესია, რომ ახლები ჩვენზე მაგრები არიან. იმიტომ რომ ჩვენ ყველამ ერთად, ჩემი ასაკის და უფროსი ასაკის ადამიანმა, გავზარდეთ ახალი თაობა. საქართველოს შედგება ახალი თაობა, შედგა უკვე ახალი თაობა, წამოვიდა ახალი თაობა, რომელიც თავს აღარავის აღარ დაუხრის.
იმიტომ რომ მეგობრებო, დავით აღმაშენებლისგან მე მახსოვს განოვანი სინანულისაო. ბევრ რამეს აღწერს დავითი, მაგრამ არ მახსოვს რაღაც იქ ჩაწერილი იყოს. საქართველოს ერთი პატარა სოფელია. საქართველოს უმნიშვნელო და არაფრის მაგრისი ქვეყანაა. საქართველოს უმწიფარი ერია. საქართველოს ყო არ მოეკითხება. საქართველოს უნდა შევიდეს ბუდკაში ან ვინმე უნდა შევიდეს. ასე არ ელაპარაკობენ საკუთარ ხალხზე. მე მინდა ყველას უთხრა. ჩვენ ყველას უთხრით მეგობრობის ხელს. მაგრამ არც ის წერია დავით აღმაშენებელთან ბაბს რო დაც რო დაინახავ, ბაბაია უნდა უძახო დიდ გორზე საქართველოს ბაბაია არ დაუძახებია. 2008-ში საქართველოს ბაბაია არ დაუძახებია და იმიტომ გადარჩა საქართველოს დამოუკიდებლობა. და თუ საქართველოს უნდა გაიმართოს წელში და ჩვენ აუცილებლად გავიმართებით წელში, ყველა მეზობელს გაუწვით ხელს, ჩვენ არ გვინდა მტრობა არც რუსეთთან, გვინდა მეგობრობა თურქეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, უკრაინასთან, მთელ მსოფლიოსთან, მაგრამ ჩვენ არავის არასდროს დაუხმოვხმით თავს, იმიტომ რომ ჩემთვის საქართველო არის საქართველოს ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე, რომელსაც ზურგზე ახტებოდა უთვალავი დამყრობელი წიხლებით, კონდახებით, იარაღით, გინებით, მუქარით ახტებოდნენ და ერთხელ ვერ დააჩოქეს, ერთხელ ვერ დაკოცნიეს მიწაზე, ერთხელ ვერ აწყვევიეს აუგი თავის ქვეყანაზე, თავის არმიაზე, თავის საქართველოზე. ამიტომ ჩვენ ვართ არა მხოლოდ ისტორიული გმირების, არა მხოლოდ დავით აღმაშენებლის ქვეყანა, არა მხოლოდ ცოტნე დადიანის ქვეყანა, არა მხოლოდ 9 ძმაო ხერხეული წეების, არა მხოლოდ სამასი არაგველის ქვეყანა, არამედ ასევე ჟიული შარტავას ქვეყანა. ჩვენ ვართ გიორგი ანწუხელიძის ქვეყანა, რომელიც ჩვენი თანამედროვე იყო. რამდენი გიორგი ანწუხელიძეა კიდევ საქართველოში? საქართველო არის გიორგი ანწუხელიძე. ამიტომ გიორგი ანწუხელიძის თავჩაუხრელი და წაუქცეველი დროშით, ჩვენი ხუჯვრიანი დროშით, წმინდა გიორგის წინამძღოლობით, ჩვენი გამბედაობით, ჩვენი ერთიანობით, ჩვენი განსაკუთრებულობით, ჩვენი ნიჭიერებით, ჩვენ ყველანი ერთად დავდგებით ოპოზიციაც